Hei, გამარჯობათ ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ჩემო ერთგულებო, ახალო წევრებო, გამოიწერეთ ეს არხი და თქვენი არხი გახდება ჩემი არხი, იტყვით რომ ეს ჩემი არხიაო. დღეს ძალიან რომ შეგიყვარდათ, ყავის ჭიქა მინდა შემოგთავაზოთ და სასაჩუქრე აქცია, რადგანაც საღამოა, ეს აქცია იქნება დღეს და ხვალ. აქ რასაც ვხედავ, გაგაოცებთ ძალიან ის ამბავი, რასაც გეტყვით. ძალიან დიდი გაოცება გექნებას და მოულოდნელობა, რაც ამ ჭიქაში გამოჩნდება. მოდი ვნახოთ რა ხდებოდა წარსულში. წარსულში ხდებოდა ასეთი რამ. ადამიანი, რომელიც თქვენ ცხოვრების ამბავს, აი ნახეთ როგორი პროფილით დგას, უყურებდა, სქეს ვერ ხედავ, ქალია, კაცია, გადევნებდათ თვალყურს თქვენს ცხოვრებას. იცით რა ჩანს, ძალიან უცნაური რაღაცა. თითქოს ეს ადამიანი კითხულობს რაღაცას. შეიძლება იყოს ესეთი რაღაცაც, რომ გატეხა თქვენი სოციალური ქსელი, ან თქვენი რაღაც დღიური, ან რაღაცა მსგავსი ჩაუვარდა, თქვენი მიმოწერები წაიკითხა, მოკლედ რაღაცა საიდუმლო თქვენი, რომელთან შეხებაც შეექმნა ამ ადამიანს. სამწუხაროდ ნეგატივი ამოვიდა ამ ადამიანიდან ძალიან დიდი, რაღაცა ვერ გადაიტანა ამ თქვენი ამბის, ამ თქვენი მიმოწერის, თქვენი ამბის, თქვენი საიდუმლოსი, ხო, აი რაღაცა ინფორმაციული და რაღაცა დემონური ენერგია შემოიკრება. იმალებოდა არ ჩანდა, ესე პირდაპირ იმ ტრობა ნამდვილად არ გაუწევია თქვენდამი, ანუ თქვენ თან შეხებაში არ ყოფილა ეს ადამიანი და როგორც ბრტყალ ადამიანებს შეფერის ხოლმე, განიზრახა და ნახეთ ძალიან დიდი შავმაგიური რიტული აქვს ჩატარებული თქვენს წინააღმდეგ. ნახე როგორი ჯვარი აქვს უკუღმა დაკიდებული. წავიდა რწმენის, სიკეთის, სიყვარულის საწინააღმდეგოდ, არ გამოვრეცხავრო საეკლესიო მაგიაც გამოიყენა ამ ადამიანმა. აი ამ რაღაცა თქვენს პირად სივრცეში შემოჭრის შემდეგ, ამ რაღაცა თქვენს მიერ თქვენი მიმოწერის, თქვათ, მოდი ესე, ან თქვენი დაწერილი რაღაც ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ. საკმაოდ ძლიერი, ნახეთ, ეს მაგია, კარგახას იყო დაფარული ძალიან ეს ადამიანი, მაგრამ ეხლა თითქოს ნახეთ ეხსნება აი ამას დამცავი ველი, თითქოს დაცვაც გაიკეთა, თავისე რო არ შემოbrunებოდა და ეხლა იხსნება ეს დამცავი ველი და ნახეთ როგორი წმინდა სასმისია, თითქოს სამყაროდან პასუხი. ნახე ზეციური ტაძარი, რომელიც მოფრინავს მისკენ, ესეთ ანგელოს მოაქვს ეს სასმისით ეს და თითქოს ბუმერანგი უნდა მოუვიდეს ამ ადამიანს, ვინც თქვენ წარსულში გავნოთ. დააკვირდით ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, ვის ცუდ ამბავს გაიგებთ. ვის შესახებ შეიტყობთ რაღაც ნეგატიურ ინფორმაციას. შეიძლება შეგეხმიანოთ კიდევაც თქვენ თუ თქვენთან არის ისევ კონტაქტში და რაღაცაც გთხოვოთ, რომ დაეხმაროთ, დახმარების ხელი გაუწოდოთ. ასე ვთქვათ. ბუმერანგი მოდის ეხლა. თქვენთან რა მოხდა? აგეთ ჩემო ძვირფასო გული, რომელიც კი არ შეგაერთად გაგყოთ და თქვენი გზით წახვედით ის თავისი გზით, აი ამ მაგიისგან. ამ მაგიის გამო თქვენ მაინც გააგრძელეთ წინსვლა, თქვენ გააგრძელეთ ცხოვრება, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი იყო მაგია, ეხლა თქვენ ეს არ გაგაკვირვებთ ნამდვილად, რასაც გეუბნებით, ძალიან საგრძნობი იყო ეს ამბავი და მოდი გეტყვით ესე რა, თქვენ სიკვდილს ხართ გადარჩენილი. აი აქ ალბათ ხედავთ აი ესეთ უზარმაზარ სახეს, მე ინიციალებსაც ვხედავ, მაგრამ რადგან ესეთი ნეგატიური ინფორმაცია ამოდის, მოდი არ ვიტყვი ამ ინიციალებს, რომ მაინც არ შეგეშალოთ ვიღაცა სხვა არ გეგონოთ, მე არ გადაეკიდოთ, მოკლედ არ არის იქ საჭირო, სამყარო მიუძღავს თვითონ ამ ყველაფერს და ძალიან
ვაი, აი ესე იტყვის, ვაი. იმდენად ძლიერი იქნება ეს მიზღული ბუმერანგი, რაც თქვენ დაგიშავათ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან თქვენ კი გააგრძელეთ გზა და აი ეს თქვენს პარტნიორი, ვინც მოყვა მაგიაში, ის კიდევ ვერ არის გამოსული, კი მისი სიცოცხლე არ არის საფრთხის ქვეშ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან იტანჯება და ხარისხი ცხოვრების არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. სულ პრობლემების ციკლშია. სულ ცუდად მისდის ყველაფერი საქმე, ცუდად, ძალიან ცუდად მისდის იმ ადამიანსაც ცუდად. მოდი ვნახოთ ახლა თქვენთან რა ხდება მომავალში. ჯერ მინდა გითხრათ, რომ ნასოზე ენასოზე ან ხზე არ ვიცი გვარი იწყება რამოდენიმე სახელი ან ძალიან კარგი მეგობარი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ეხლა ნახეთ რა ხდება მომავალში. აი ეს არის ზუსტად ის, რაც თავიდან თქვი, რომ გაუცდებით, რასაც გეტყვით. ნახეთ ძალიან ძალიან დიდი მფარველი ანგელოზი და თქვენი მაღალი მეც ჩანს. აი ნახეთ ერთი ანგელოზი თითქოს მეორე ანგელოზი, პატარა ანგელოზი უჭირავს ხელში და მოყავს თქვენსკენ. და ქვევით კიდე პატარა რაღაცა ესეთი სულიერი არსება, რომელიც შანდალი სანთლით ანთებული მოაქვს თქვენსკენ. ეს არის თქვენი ძალიან დიდი დაცულობა და ეს არის ზუსტად იმის მანიშნებელი, რაც თქვი, რომ აი ამ დიდი მაგიური ზემოქმედების შედეგად ხართ გადარჩენილი თქვენ სიცოცხლეზე იყო გაკეთებული. ეს იყო დიდი დაცვა სამყაროდან. ეხლა ნახეთ, რას მიიღებთ თქვენ აწი ცხოვრებაში. არცი, ხედავთ, არ ხედავთ, აი აქ ქალის სიმბოლოს, რომელიც თითქოს მშობიარობს, აი ესეთ პოზაში არის, ფორმაში არის და ფეხებიდან, ანუ ნამშობიარები ყავს ძაღლი თეთრი და ძლიერი მამაკაცი ხმლით ხელში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებაში თქვენი ენერგეტიკით, თქვენი ენერგეტიკის დაცულობით, თქვენი ვიბრაციით, რასაც შექმნით და რას ნიშნავს ეს თქვენ შობთ, თქვენ შექმნით. ჩვენ ვქნით ყოველ ჩვენ მომავალ წამს ეხლა და ამჟამად ჩვენი ფიქრი, ჩვენი ემოცია, ჩვენი ვიბრაცია ამ ყველაფერს ქმნის. ჩემი მოარხის მაყურებლებო და ეს არის ძალიან დიდი მეგობრულობის ენერგია, ძალიან დიდი კავშირები, დაცულობა და თქვენსკენ მალე მიიზიდავთ და გამოჩნდება ძალიან ძლიერი მამაკაცი, რომელთანაც იგრძნობთ, რომ აი რაღაცნაირი დაცულად, მშვიდად, მყარად, უშფოთველად იგრძნობთ თავს. აი ესეთი ენერგია მოდის მამაკაცის. მინდა გითხრა, რომ ამ მამაკაცს მეტოქე ხვდება ვიღაც, მაგრამ ძალიან ადვილად ჩამოიშორებს ამ ადამიანს. საერთოდ არაფრის არ ეშინია. ძალიან ადვილად ჩამოიშორებს ამ ყველაფერს. აი ამ ქალს თვითონ ეს თავის და ტანის ფორმა აქ გასაღების, რაც მიანიშნებს იმას, რომ ძალიან ბევრ სფეროში, სხვადასხვა ბევრ სფეროში გაგეხსნებათ გზა. ძალიან ბევრი შესაძლებლობები მოგეცემათ. ეს არ იქნება მარტო პირადი და ეს არ იქნება მარტო კარგი მეგობარი. ძალიან სწრაფად მოვა, ძალიან მალე, ძალიან მოკლე დროში მოვა ეს ადამიანი, ნახე როგორც ხელზე ამხედრებული მოდის და მოაქვს რამხელა გული თქვენთან. და აი აქ თეთრ პეპელას ხედავთ ალბათ, მე რომ ხედავ გონია რომ თქვენც ხედავთ. ეს არის ძალიან ბევრი ნათელი შემოქმედებითი მომავალი. არ ვიცი, ვინც ახლა ამას უყურებს, შეიძლება არ იყოს რაღაცა გრანდიოზული შემოქმედებით სფეროებთან წვდომა, მაგრამ რაღაცა შემოქმედებითი ასე ვთქვათ, გახსნა იქნება, სიმღერა შეიძლება მოუნდეს, ან შეიძლება რაღაცის წერა მოუნდეს, დახატვა მოუნდეს, აი რაღაცა შემოქმედებითი ამოფრქვევა იქნება. ძალიან დიდი ვნება გაგიჩნდებათ თქვენ მამაკაცის მიმართ და თითქოს იცით რა არის თქვენსკენ კი მოდის ეს ადამიანი, მაგრამ თქვენ არ ხართ პასიურ პოზაში ნამდვილად და ქმედებაზე გადადიხართ, თქვენ კოცნით, თქვენ გიჭირავთ ხელში ყვავილი მისგან აჩუქარი და რაღაცნაირად იცი როგორი სიყვარული იქნება, აი რაღაცნაირი ლამაზი ისტორია სიყვარულის, ვნებიანი, დაცული, ჰარმონიული, არ იქნება ტრაგიზმი, არ იქნება დრამები.
არა, აი მფრინავი ცხენი, რომელიც მიქრის, აი რაღაცნაირი პოეტური ენერგია შემოდის მამაკაცის თქვენს ცხოვრებაში. გარდა მაგისა, რაც ჩანს, ეს არის მოკაშკაშე კიდე რაღაცა ესეთი ცეცხლი, რომელზეც აი თითქოს უნდა გადაახტეს ფრთოსანი ცხენი. ძალიან რაღაცა დიდი წარმატება გექნებათ კარიერული ასევე და თქვენ დაინახავთ როგორი ძლიერი ხართ. თქვენ კი არა ამას რაღაცა საჯარო, დიდი ამბავი იქნება თქვენს ნიჭიერებასთან დაკავშირებით, თქვენს პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. არ ვიცი, დაჯილდოვება, წარდგენა, პრეზენტაცია ძალიან ისეთი რომ ხმაურიანი აფიშირება იქნება რომ დედა ეს როგორი ადამიანი ყოფილა და არ ვიცოდით რა ნიჭიერი რა ძლიერი და ასე შემდეგ. ძალიან ლამაზი შველი ყავთ და მის თავზე ძალიან ისეთი თევზი მოცურავე. აი ამ გარედაშება ესე გამოჩნდეს რომ ძალიან ძლიერი ბობოქარი, მაგრამ შიგნით ძალიან ესეთი ნაზი, ფაქი, ზინატიფი და წმინდა სუფთა ადამიანი ხართ, შემოქმედებითიც უბოროტო. ალბათ აი ამან განაპირობა ის, რომ ესეთი დიდი დაცულობა ქონდათ ამ ზეციური სამყაროდან, რაც ვახსენე, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად ქონდათ სასიკვდილო მაგია გაკეთებული. თქვენ გაიხსენეთ, აი რას ხართ გადარჩენილი, ან მძივე დაავადება, ან რაღაც შემთხვევა, აი გაიხსენეთ. ასევე მოდის სიჯიუტე თქვენი და დაუკვირდით რა თქვენს ინტუიციას, ეს არის ძალიან გახსნელი ინტუიცია და შემოქმედებითობა. დაიწყეთ, რისი ნიჭიც გაქვთ, ამ წუთას თუ არ არის მუზა დაიწყეთ, ანუ თუ ხატავდით, აიღეთ ფუნჯი, საღებავები და მიდით ტილოსთან, თუ თქვენ წერდით დაჯიქით მაგიდასთან, აიღეთ საწერი კალამი და რვეული, თუ თქვენ უკრავდით, აუცილებლად დაჯიქით თქვენს ინსტრუმენტთან, რაღაცა დიდი შემოქმედებითი ტალღა მოდის, საოცრად დიდი, ეს გაიხსნება და აი დიდ აღიარებამდე მიგიყვანთ, რაც გითხარით, ძალიან დიდ აღიარებამდე. სამი გზა გაქვთ, შეიძლება იყოს სამ სფეროში გამართლება, შეიძლება სამი სხვადასხვა კარიერული სფერო იყოს, შეიძლება პირადი კარიერა, ოჯახი, მეგობრები, სამი სფერო ჩანს, სადაც დიდი ნათელი გზა გაქვთ ცხოვრებაში. მოდი ახლა ვინც თანაც რეზონინდა ეს ყავისჭიქა, ჩაიფიქრეთ და მე გავხსნი გულს თქვენთან ერთად. სანამ გეტყვით რა ამოვიდა თქვენი გულის ჭიქაში, მე გეტყვით იმ აქციის შესახებ, ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი და დალაიქებული სასწრაფოდ გამოიწერეთ და დალაიქეთ და მე მინდა შემოგთავაზოთ დღეს. აი ესეთი უსასრულობის სიმბოლო, რვიანი სიმბოლო ჯვრით. ეხლა ნახეთ რას მოგცემთ ეს ამულეტი. ეს გააქტიურდება თქვენ სახელზე ცხადია, ულამაზესად დგება ყელზე, აი საოცრად მე პირადად მიკეთია ეს სიმბოლიკა, აი ულამაზესი დგომა აქ თქვენს გულის პირზე და ეს გააქტიურდება ესე ჯერ ერთი ჯვარი ხო ჩვენს ქრისტიანულ სამყაროში ვართ და გექნება დაცული, სხვათა შორის შეგიძლიათ აკურთხებინოთ კიდევაც და ერთად იმუშაოთ, თან აკურთხი იქნება და თან ჩემი ენერგიებით გააქტიურებული, ჩემს მიერ თორე რეიქის ენერგიებით, რაც არის უნივერსალური სულიწმინდის ენერგია, ხოლო რაც შეეხება ამ უსასრულობის ნიშანს, გააქტიურდება იმითი, რაზეც თქვენ მეტყვით, ან უსასრულო სიყვარულისთვის, ან უსასრულო დაცვისთვის, ან უსასრულო ბარაქისთვის, უსასრულო წარმატებისთვის, უსასრულო შემოქმედებითი ნიჭისთვის, უსასრულოდ ბედნიერებისთვის, უსასრულო მადლისთვის, უსასრულო ჯანმრთელობისთვის, ნებისმიერ დადებითი რამ შეგვიძლია გავააქტიუროთ უსასრულობის ენერგიით. აი ეს საოცარი შემოთავაზება იქნება მხოლოდ ამ ორ დღეს ყავისჭიქასთან ერთად, მხოლოდ და მხოლოდ 50 ლარად ჩემო ძვირფასება. მხოლოდ და მხოლოდ 50 ლარად. დღეს და ხვალ იქნება ეს აქცია. ცხადია, ულიმიტო არ არის, მეც არ მაქვს უსასრულოდ ეს ამულეტები.
და ლიმიტი როცა გამოილევა, აღარ იქნება, დამთავრდება აქცია, შეიძლება ანუ დამთავრდეს ამ 2 დღეში უფრო ადრე, მაგალითად ხვალე მომწეროთ შუა დღეს სიტყვაზე და გითხრათ რომ აღარ არის. ანუ თუ იქნება, ანუ უსასრულოდ არ მაქვს ეს ამულეტები, რამდენიც იქნება. ისე დრო არის ამ წუთიდან როცა თქვენ ნახავთ ხვალინდელი დღის ჩათვლით. ეხლა რაც შეეხება გულს, მე ვთქვი რომ ჩდება თქვენს ცხოვრებაში ძალიან კარგი მეგობარი და რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, ეს მეგობარი დაგეხმარებათ ამის ასრულებაში, ამის განხორციელებაში. დახმარებაში შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, მაგალითად, აი კითხვის ნიშანი გაქვთ, რომელსაც ისცემს პასუხს. ანუ ეს იქნება რჩევა, ეს იქნება უფრო მეტად რჩევას ვხედავ, რაღაცა გზის გაყვავას, რაღაცის მინიშნებას, რაც თქვენ ძალიან დიდ ბიძგს მოგცემთ. ასევე რა შემიძლია დავამატო, ძალიან დიდი ლამაზი ნიამორი ამოვიდა რა, ეს არ არის ეშმაკითხა, ეს არის შემოქმედებითი ხა და სიზმრებს დაუკვირდით რა, ძალიან გთხოვთ თქვენ სიზმრებს დაუკვირდით, გექნებათ აი ამ პერიოდში ძალიან დიდი წინასწარმეტყველური ნიშანი, ღვთიური ნიშნებს მიიღებთ სიზმარში. დაუკვირდით ამას, დაუკვირდით სხვანაირადაც აწყვდის ხო ღმერთი ზოგი სადაც ხედავს ერთნაირ კომბინაციებს, ზოგი ფრაზებით ისმენს რაღაცა მინიშნება სამყაროდან, დაუკვირდით ამას აუცილებლად თქვენ მიიღებთ ძალიან მნიშვნელოვან მინიშნება სამყაროსგან. მე ვარ ნათეშა, ეს არის ჩემი არხი და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. გამოიყენეთ ეს შანსი.